როდის დაიწყო მე სამსახური, რა კომპანია, ასე შემდეგ მოკლედ ვიხარი. ესე იგი, კურსს გავიარე მე დეკემბერში და ერთი თვეც არ იყო გასული, რომ უკვე მივიღე ოფერი და დავიწყე ძალიან მაგარ კომპანიაში მუშაობა. ეს კომპანია კვიპროსზე არის და არის ძალიან AI-ის მხრივ არის წასული, ანუ რას აკეთებს ეს კომპანია არის, რომ რეალურად იღებს კლიენტების კოლებს და მერე ანალიზს უკეთებს AI-ით და თავაზობს ამ დატას. თქვა დანამდე სად იყავი და რამე ისე საკეთი უდღეო თუ შეგეცვალა ამ სამსახურით? კი, ანუ მაგამდე copywriter-ად მუშაობდი და ანუ რეალურად როგორც ინტროვერტს მე მეგონა რომ ანუ ეგეთი რაღაცა მჭირდებოდა უფრო აი ცოტა ჩემ კომპიუტერთან რა ვარ ჩემ საქმეს რო ვაკეთებ, მაგრამ ანუ ძალიან მონოტონური არის და აი რაღაც დონეზე უკვე მე გვესდება რომ აი სულ ერთი და იგივე და ეხლა კლიენტებთან რომ აქვს შეხვედრები, ანუ ჯერ ერთი ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ რაღაც დონეზე უმეგობრდები ასე თუ ისე. რაღაც ცოტა ჭორავ, რაღაცა დასაწყისში შე როგორ ხარ, მე როგორ ვარ, რაღაცა და აი ძალიან სასიამოვნო რაღაც მეგობრული ანუ ვაიბები არის რა, ასე თუ ისე და აი სიამოვნებს კლიენტებთან ურთიერთობა და მე რო ეხმარები ამ კლიენტებს და რაღაცა და აი მადლობა და რაღაც ეგეც რაღაცნაირად ძალიან აი კმაყოფილი ემოციები მოგდის, რა, აი ძალიან კმაყოფილი ხარ, ამიტომ რომ რაღაცა შეეცადე რომ დახმარებოდი კლიენტს და რაღაცა აი ბედნიერები არიან და ანუ ხარ ახალგაზრდა ხალხი. მე რომ მიყვარს ახალგაზრდა ხალხს მაგას რომ ვიძახი, აი ეგ არის ხო რა მარტივი კომუნიკაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის აქციის სკილები, რაც customer success-ში აქ ხონდა რომ და გამოგადგან ეხლა სწავლობ. აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე სულ ამბობდი ხა წინა ვიდეოში ვთქვი რომ ხალხთან კომუნიკაციის უნდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენ რაღაცებს მე პროდუქტთან დაკავშირებით ისწავლე. შენ რას ფიქრობ? კი, გეთახმები, ანუ მე მაგალითად small talk-ი ისე გამომადგა, ანუ ესეთი რაღაცა, უბრალოდ დაჭერთ, აი უბრალოდ რაღაცაზე რო წამოიწყო, ანუ კლიენტიც იხსნება, მე რაღაც ერთად იცინით, გავიგე რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს საქართველო თურმე და რაღაც საქართველოშია ნამყოფი და მე მაგაზებამდე წავიდა და რამდენიმე ქართული კლიენტიც ყავდა და აი რა ვიცი, ძალიან რაღაცა სასიამოვნოდ იხსნება რა. როგორი ამინდია, მე მაგით ვიწყებდი ხოლმე. რა ამინდია, ჩემთან ბალიზე სუცხერა და შენ რო ირლანდიაში ხარ და სუცივარ. კი, ზუსტად. ხო და ან კიდე აი მაგალითად რაღაც ყავა ვიყიდე დღეს ძალიან გემრიელი იყო რა. აი რაღაც ნებისმიერ რაღაცა რომ აი როგორ ხარს, უბრალოდ კარგად რო არ უპასუხო და რამე წამოიწყო. ხედავ შენს თავს, ნუ ეხლა მაგ კომპანიაში ვარ, ეხლა შენი პირველი customer success გამოსვლება და მაგ სფეროში მოგწონს იმდენად რომ ფიქრობ რომ აი რაღაცა მაკეტ გავაგრძელებო თუნდაც მერე. კი, ანუ აუცილებლად, ანუ ესე ძალიან, ანუ ამხელა რა ვიცი, სიხარული და სიამოვნება, ანუ არ მახსოვს მხოლოდ როდის მაგ მიღებული, ანუ მართლა აი იმდენად სასიამოვნო არის ამ როლზე მუშაობა, თან იმდენ რაღაცას სწავლობ, რომ ანუ მაგალითად მესამე თვე არ უკვე დაწყებული, რაც აქ მუშაობ და იმდენ რაღაცა ვისწავლე, ჯერ ერთი sales უფრო კარგად მესმის, რაც ანუ სხვა